საღამო მშვიდობის ეთერშია გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. საღამო მშვიდობის. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ რიჩარდ ნორლანდის ვარაუდს, რომ ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება, რადგან გვეშინია ამის გაჟღერების შემდეგ ამერიკის ელჩის კომპეტენციაში ვინმე მეჭვი არ შეიტანოს. ვერ მოისმენთ ნოდარ ხადურის განცხადებაში, რომ ის ანაზღაურების მხრივ საჯარო სექტორი კერძო სექტორთან კონკურენციაშია, რადგან ვშიშობთ ამის მოსმენის შემდეგ ჩინოვნიკები უფრო კონკურენტ უნარიან პრემიებს გამოიწერენ. ვერ მოისმენთ რიჩარდ ნორლანდის განცხადებას, ჩვენ შეგვიძლიათ ბევრი რამ ვისწავლოთ საქართველოსგან, რადგან ამ ცოდნის წყაროზე დაწაფების დიდი სურვილი რუსეთსაც აქვს და ეს ხალხი ერთ მერხზე ვერ დასხდება. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ინტერესდება, რას უპასუხებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ზოგიერთ სკეპტიკოს ვაშინგტონში, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო შეპყრობილია წარსულით, ვიდრე მომავლით. ექსპერტები პრეზიდენტს შემდეგ პასუხს ურჩევენ იმ უმეცარი ვაშინგტონელი სკეპტიკოსების გასაგონად ვამბობ, ვისაც დიდი ილიას ეს სიტყვები არასდროს წაუკითხავთ. აწმყოშობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველო ინვესტორებისათვის ღიაა და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე პრეზიდენტი ამის შესახებ საუბრობს. განსაკუთრებით ბევრს ალბათ დავოსის შეხვედრებზე ისაუბრებს, ღიმილით აღნიშნავენ ექსპერტები. არ მესმის, რატომ აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობა მართლ გულს და ბიძინა ივანიშვილს პირიქით ძეგლი უნდა დაუდგან მათ, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ თავისი უუნარობით პოლიტიკურ საფლავში ჩადებული ნაციონალური მოძრაობა გააცოცხლა და დღეს კიდევ ბედავენ და მორალს გვიკითხავენ, განაცხადა ნინო ბუჯარაძემ. თვითმხილველთა განცხადებით შემდეგ მან უხასიათოდ ჩაიჩურჩულა შემდეგი სიტყვები: ნეტა მეც და ჩემს პარტიასაც წაკრავდეს ვინმე 1-2 პირ ლაფატკას. პარლამენტარ ეკა ბესელიას თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სახელმწიფო დანამატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პირადი განწყობით დაუსაბუთებლად არ მიიღებს. ექსპერტები მას პასუხობენ და არწმუნებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მართველი გუნდის წევრები ზედმეტად გაუმაძღრები იქნებიან, მომავალ არჩევნებზე არც ამომრჩეველი მიიღებს ხმის მიცემის გადაწყვეტილებას, მხოლოდ მისი გუნდის წევრების ძვირიანი ჯიპებისა და ფერხორციანობის გამო. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით საჯარო მოხელეს 24 საათიანი მუშაობა უწევს და მას შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. ჩინოვნიკების გარჯით კმაყოფილი მოსახლეობა ამ იდეას მხარს უჭერს და მეტიც, ბუნების ძალებს სთხოვს, რომ დღეღამეს კიდევ რამდენიმე საათი დაუმატოს, რადგან ხალხზე 24 საათიანი ზრუნვით გადაღლილმა მოხელეებმა ამ შესაბამისი ანაზღაურების მეშვეობით საკუთარ თავს ცოტა დრო მაინც დაუთმონ. ჩვენი მთავრობა აკეთებს ძალიან ბევრ კარგ საქმეს და არ აქვს იმის უნარი ეს საზოგადოებას მიაწოდოს. ეს არის დიდი ხარვეზი და შეცდომაც. ჩვენ ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული და მოსახლეობამ 1/3-იც კი არ იცის, განაცხადა თია წულუკიანმა. ექსპერტები საქართველოს მთავრობას აწყნარებენ და ახსენებენ, რომ არც ვან გოგს აფასებდა ხალხის სიცოცხლეში და არც ფიროსმანს, ასე რომ გენიოსებს მხოლოდ წასვლის შემდეგ აფასებდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით ეკა ბესელია იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია ბევრად დადებითია, ვიდრე წინა წლებში მიღებული რეზოლუციები. ექსპერტები ამბობენ, რომ ეკა ბესელია არ იტყუება, უბრალოდ მან ამ რეზოლუციის ქართული თარგმანი სადღაც დაკარგა, რის გამოც მისი ინგლისურად წაკითხვა მოუწია და it's difficult for her to understand. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. თუ თქვენ ცხოვრობთ ისლანდიაში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში ან რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში და იქ არსებული სტაბილური წყნარი გარემოს გამო თქვენი ცხოვრება უღიმღამო, ერთფეროვანი და მოსაწყენია, მაშინ შპს თავისუფალი ზონა and თაობა გთავაზობთ სპეციალური არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც ნებისმიერი მიზნის, ორგანიზაციისა და პოლიტიკური ძალის ირგვლივ გაერთიანდებიან და მყისვე შექმნიან დაძაბულობის კერებს თქვენ საცხოვრებელ ადგილას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საათობრივ ზონაში ცხოვრობთ და რომელი თაობის წარმომადგენელი ხართ. თქვენ წყნარ და მოსაბეზრებელ ცხოვრებას გავხდით სახიფათოს და ღვარძლით აღსავსეს. სპეციალური აქცია, თუ დღესვე შეიძენთ ჩვენს მომსახურეობას, პირველი დარბევა და თავპირის მტრევა გადმოგეცემათ საჩუქრად. შპს თავისუფალი ზონა and თაობა. დავერიოთ ერთმანეთს და ვიცხოვროთ შინაარსიანად თუ გადავრჩებით.